სწრაფად ბრუნვადი მოხმარების საქონლის ეგრეთ წოდებული FMCG ბაზარი საქართველოში სტაბილურად იზრდება. გალთენთ აგარტის მონაცემებით იანვარ-სექტემბერში სექტორის მოცულობამ დაახლოებით 18 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 10%-იანი ზრდა. ზრდის ძირითადი ფაქტორი ბრენდული ქსელებია. აღსანიშნავია, რომ რეგიონებში ბრენდული მაღაზიების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თბილისის მაჩვენებელს. როგორ ვითარდება და რა გამოწვევებია ბაზარზე, ამ და სხვა საინტერესო თემებს განიხილავენ ასევე წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ადამიანები ბიზნესის უკან, რომელიც გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით და TBC ბიზნესისთვის მხარდაჭერით 4 დეკემბერს გაიმართება. ბიზნესის გამოწვევებზე სასაუბროდ კი სექტორალურ ჭრილში გაყიდვების ასოციაციის ბორდის წევრი თორნიკე ტურიაშვილი სტუმრობს ბიზნეს პარტნიორში. მოგესალმებით ბატონი თორნიკე, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის. FMCG ბაზრის კვლევის შედეგებით დავიწყოთ საუბარი. რეალურად ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტრატეგიული სექტორი. ალბათ ვთანხმდებით ამაზე, რომელიც არის არამხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლებით მნიშვნელოვანი, არამედ არის ერთგვარი ინდიკატორი ცხოვრების და მოთხოვნების წესის ცვლილების მაჩვენებლად. დამსაქმებელიც არის ასევე შეიძლება ითქვას ერთ-ერთი დიდი. გარდა ამისა, როდესაც იზრდება FMCG-ს გაყიდვები, ეს მიუთითებს, რომ მომხმარებლის მოთხოვნები და ასევე ფინანსური რესურსები არის მზარდი და ჩვენს ქვეყანაში სწორედ ბოლო კვლევით FMCG სექტორი 10%-ით ზრდას აჩვენებს. განვარტოთ, რასთან არის ეს კავშირში და ძირითადად რაზე დაყრდნობით არის ზრდა, რომელიც 10%-თან არის გატოლებული. მოგესალმებით, თათია, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან საინტერესოდ ახსენეთ ის საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც FMCG სექტორს ჰქონდა წინა წელთან შედარებით. ეს კვლევა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ბევრი რამის წაკითხვა შეიძლება და ანალიტიკის გამოტანა. პირველ რიგში ეს არის სწრაფად ბრუნვადი პროდუქტებზე საკმაოდ მაღალი ზრდა წინა წელთან შედარებით. პროგნოზი იყო 8% წინა წელს და პროგნოზ გადააჭარბა და იყო 10%-იანი ზრდა. ამის მიზეზები შეიძლება სხვადასხვა მხარეს იკითხებოდეს. ერთ-ერთი არის მაგალითად ეკონომიკური ფაქტორები, როგორიც არის ინფლაცია. მეორე კუთხით შეიძლება იყოს რეგიონალური ექსპანსია. ასევე შეიძლება ხაზი გაუსვათ იმ დიდ ჰოლდინგურ გაერთიანებას, რომელიც ჩარშან ჩამოყალიბდა ამ სექტორში და რომელმაც ფაქტიურად ხელახალი ახალი ინიციატივები წარმოშვა, როგორც რეგიონალურ განვითარების დონეზე, ასევე თბილისის მასშტაბით. კი ბატონო, რაც შეეხება ბრენდების ზრდას, 12%-იანი ზრდა არის დაფიქსირებული ბრენდული ქსელების. ამას რას დაუკავშირებთ საინტერესოა? ერთგვარად მომხმარებლის ქცევასთან ხომ არ არის ეს კავშირში, მომხმარებლის დაკვეთაზე პასუხად ხო არ შეიძლება რომ ეს აღვიქვათ? თალსახად, მომხმარებელი ზოგადად ბიზნესში მომხმარებელი კარნახობს ძალიან ბევრ რამეს ბიზნესს. შესაბამისად, FMCG ბაზარი ბიზნესი განსაკუთრებით პულსზე აქვს ხელი დადებული მომხმარებლის და შესაბამისად იგეგმება მისი ბიზნეს განვითარების სტრატეგია. რეგიონალური ექსპანსიაც არის ერთ-ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც FMCG მიმართულებით ბიზნესებმა გააკეთეს და შეიძლება ეს გადაწყვეტილება იმით იყოს ახსნილი, რომ იცვლება მომხმარებლის ქცევა და მომხმარებელი უფრო მეტ პრიორიტეტს ანიჭებს სტანდარტიზაციას FMCG პროდუქტების. ანუ მას მოდი ძალიან მარტივად რო ახსნათ ეს რაღაცა. ხო, ჩვენ თუ კონკრეტულად ყოველ საღამოს მივდივართ, ყიდულობთ რა სახლის პროდუქტებს, ჩვენ არ გვინდა რომ შემდეგ როცა იგივე პროდუქტი დაგვჭირდება, იმედები გაგვიცურდეს. ხო, ეს მომხმარებლის ქცევა უკვე ნელ-ნელა ყალიბდება იქეთკენ, რომ ვეჩვევით და გვირჩევნია იყოს საშუალო მარტივად რო თქვა ხარისხის პროდუქტი, ოღონდ არ გაგვიცურდეს იმედები. ეს ამის ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევა არსებობს იმისა, რომ რამდენად პრიორიტეტულია სწრაფი მოხმარების პროდუქტის სტანდარტიზება. ჩვენ ძალიან ხშირად ანუ ინფორმირებულ არჩევანს ვანიჭებთ უპირატესობას. კი ბატონო, და ძალიან ხშირად ძალიან სამოხმარებლო დონეზე რო გავიდე ჩვენ ყოველდღიურობაში ძალიან ხშირად გვსმენია, რომ აი თქვა საზღვარგარეთ პოსტნეულს არ აქვს ის გემო, რომელიც ჩვენთან არის, ხო? და რაც ყველაფერი ერთნაირია თითქოს. აი მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, ეს რეალურად მოიტანა იმ მოხმარებლის დაკვეთაც იყო ესეთი, რომ ყოველთვის ყოფილიყო ერთნაირად, რომ არ გაცხრუებოდა იმედი ბიზნესმაც უპასუხა შესაბამისად და მიიღეს ძალიან სტანდარტული ერთნაირი
ყოველთვის პროდუქტი. საქართველოს ჯერჯერობით ძალიან სასიამოვნოა ესეთი ტენდენცია არ გვაქვს და მაინც FMCG მიმართულებით მსგავსი პროდუქტები დივერსიფიცირებულია, გვაქვს არჩევანის საშუალება, მაგრამ ის ტრენდი მაინც იგრძნობა საქართველოში. კიდევ ერთი საინტერესო მიმართულება, რაც ამ კვლევაში არის ასახული, ეს არის, რომ დედაქალაქი ყოველთვის უსწრებდა და ახლა უკვე რეგიონებში არის მნიშვნელოვნად გაზრდილი ქსელების რაოდენობა. ამ ტენდენციას რას უკავშირებთ? ძალიან საინტერესო ასპექტია. შეიძლება გავაკეთოთ და დავაპარალელოთ ამაზე პასუხი ტურისტულ ნაკადებთან, რადგან ჩვენ გქონდა ძალიან გაზრდილი ტურისტული ნაკადები წელს და ტურისტულ დესტინაციებზე განსაკუთრებით იგრძნობოდა ამ მხრივ აქტიურობა. შეიძლება აქ ძალიან დიდი პასუხი იყოს ამ კითხვაზე შემოსავლების კუთხით, ხოლო რაც შეეხება თვითონ ბრენდული FMCG ბიზნესების რეგიონალურ ექსპანსიას, ზუსტად ეს არის ერთის მხრივ მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე, რომ ერთ ლოკაციაში იყოს გაერთიანებული სხვადასხვა სახის პროდუქტი და მომხმარებლის აღქმა დროსა და ფულზე საკმაოდ შეიცვალა. ან მომხმარებელს ურჩევნია, რომ არ დახარჯოს დრო სხვადასხვა ობიექტებში სიარულში, მათ შორის რეგიონებში და ერთ თავმოყრილ ადგილას მივიდეს, გადაიხადოს შეიძლება რაღაც ნაწილი თანხი ცოტა მეტი, მაგრამ არ დაკარგოს დრო ერთი ადგილიდან ალტერნატიული დანახარჯი დროისა და ხარჯების მოკლედ დაბალანსებული იყოს ძალიან კარგად. გარდა ამისა, მინდა ჩაგიკითხოთ, ბრენდული ქსელები ძალიან ხშირად მიმართავენ, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, დისკაუნტის, ანუ ფასდაკლების შეთავაზებებს, რაც ძალიან აქტიურია ბოლო დროს არის ეს ძალიან შესამჩნევი. ესეც ხო არ გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ვთქვათ რეგიონებში მომხმარებელმა შეცვალა ქცევა და უფრო მეტად ისინი არიან მოწყვლადები, რომ ქსელურ ბრენდულ მაღაზიებში იარონ. ძალიან საინტერესო ნაწილია, როცა შევადარებთ ძველ მაღაზიებს, თქვა უბნის მაღაზიები ავიღოთ მაგალითისთვის ახალ ქსელურ მაღაზიებს და ჩვენ ვხედავთ, რომ ქსელურ მაღაზიაში ძალიან ხშირად უფრო კონკურენტული ფასია, ვიდრე სხვა ლოკალურ გასაყიდ ადგილებში შეიძლება იყოს. ეს ერთის მხრივ იმ ეკოსისტემის კარგი განვითარების ნაწილია, რომელიც ჩემი აზრით კონკურენციის შედეგიც არის და არა მხოლოდ და კომპანიები მარკეტინგს მიმართავენ, მათი სურვილია რომ მეტი მომხმარებელი მოიზიდონ, ირიბი ეფექტი მიიღონ ერთი პროდუქტის შეძენით და რა თქმა უნდა ერთი პროდუქტის შეძენით არასდროს არ თავდება ჩვენი ვიზიტი ნებისმიერ მაღაზიაში. ბრენდების კონკურენცია ახსენეთ თქვენ და სწორედ მათ პოზიციონირებასაც შევეხოთ. ხუთი ბრენდის წილი არის 76%. ეს რა მაჩვენებელია ჩვენს მომხმარებელს რომ განვუმარტოთ, ანუ რამდენად აი ამ მაჩვენებლიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას რომ ბაზარზე არის სამართლიანი თამაშის პრინციპი შენარჩუნებული. გამომდინარე ბაზრის წილის გადანაწილებიდან მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ერთ-ერთი ძალიან გამოკვეთილი ლიდერი, მიუხედავად ამისა, შემოსავლების კუთხით ძალიან თითქმის თანაბრად შეგვიძლია ჩავთვალოთ ბაზარზე კონკურენტუნარიანობა. თავმაც შეიძლება ითქვას, რომ აი პასუხი იმ კითხვაზეც, რომ ძალიან კონკურენტული ფასია ბევრ პროდუქტზე ქსელურ მაღაზიებში, არის ის, რომ ზუსტად კონკურენციის საკმაოდ მაღალი ინდექსი შეინიშნება ამ მიმართულებით. კი ბატონო და FMCG ბაზარი აი შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარ ძრავად აღიქმება ეკონომიკის ხომასია. თქვენ დასაწყისში ახსენეთ ინფლაციის მნიშვნელობას. ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირებული ინფლაციური მაჩვენებლის გათვალისწინებით მინდა გკითხოთ, რამდენად დიდია ასახვა ბაზარზე იმ შედეგებში, რაც საბოლოოდ არის დამდგარი. ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 5%-იან ზღვარში არის საკმაოდ ნორმალურ ზღვარში მერყეობს ჩვენი ეკონომიკის, თუმცა FMCG სექტორში დაახლოებით 10-11%-იან ინფლაცია არის. ეს ერთის მხრივ უფრო ეკონომიკურ ჭრილში თუ განვიხილავთ, შეიძლება იყოს ერთ-ერთი ამხსნელი ძალიან ბევრი მიზეზის, რაც ამ ბაზარზე მთლიანობაში მოხდა. კი ბატონო და ახლა რომ მიუბრუნდეთ ბიზნესის გამოწვევებს და ასოციაციის ჭრილიდან დაანახული რომ მიმოვიხილოთ, საინტერესოა რა მიმართულებით გვაქვს დადებითი შედეგები და რომელ სექტორებს აქვთ განსაკუთრებით გამოწვევები რომ გითხრათ. მადლობა თათია ამ კითხვისთვის. ჩვენ ასოციაციაში ხშირად პულს ეგვიდევს ბიზნეს საჭიროებზე ხელი.
და ძალიან გამოწვევის ქვეშ არის უძრავი ქონების სექტორი, რადგან ბევრი ფინანსური სირთულე წარმოიშვა ამ კუთხით და ჩვენ ხედავთ უძრავი ქონების დეველოპერების მიერ ყოველდღე ფაქტიურად ახალ სააქციო პირობას თავაზობენ მომხმარებლებს, რომ უფრო მეტი კონკურენტუნარიანი შეთავაზებები გააკეთონ. ასევე საკმაოდ გამოწვევის ქვეშ არის მომსახურების სფეროები, რადგან საკმაოდ იცვლება შრომით ბაზარზე მიმართულებები, რადგან საკმაოდ დიდი არის როგორც შრომითი კაპიტალის გადინება ქვეყნის გარეთ, ასევე შემოდინება და თითქოს ახალ წესებს კარნახობს ბიზნესებს. თუნდაც ხელოვნური ინტელექტის შემოტანა, ხარჯების შემცირება და დამატებითი სამუშაო რესურსების მოძიება. ანუ კვალიფიციური მუშახელის საკითხი არის კვლავ აქტუალური. ძალიან ცოტა დრო გრჩება და ყურადღების მიღმა რომ არ დაგვრჩეს და ანონსებული საკითხი ადამიანები ბიზნესის უკან. წლიური შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც 4 დეკემბერს გაიმართება. ვინ იქნებიან მონაწილეები და რას ემსახურება, რომ გითხრათ? წლევანდელი ღონისძიება იქნება განსაკუთრებით მასშტაბური. წინა წელს 2000 სტუმარი ყავდა ბიზნეს გამოფენას, წელს ველოდებით დაახლოებით 3000-ზე მეტ სტუმარს და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, იმიტომ რომ ფაქტიურად ანარეკლი არის ეს ოქტომბერში უზბეკეთში ჩატარებული ქართული ბიზნეს გამოფენი, სადაც ჩვენ ბიზნესებს ჰქონდათ საშუალება TBC ბიზნესის ხარდაჭერით უზბეკური გამოცდილება გაეზიარებინა და მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმ ბიზნესებისთვის, ვისაც სურს საქართველოსთან ექსპანსია საზღვარგარეთ. წელსაც იქნება განსხვავებული ფორმატი, იმიტომ რომ იქნება ორდღიანი, პირველი დღე ზუსტად დაეთმობა იმას, რომ TBC ბიზნესის ხარდაჭერით ის კომპეტენციები, რომელიც არის საჭირო ქართული ბიზნესისთვის, რომ გავიდეს საზღვრებს გარეთ, გააკეთოს ექსპანსია, იყოს წარმოდგენილი ამ ორ დღის განმავლობაში და იმ ბიზნესებს, ვინც დაინტერესებულნი არიან საზღვრებს გარეთ თავიანთი პროდუქციის გატანით და სხვების გამოცდილების მიღებით, ქართული კომპანიის გამოცდილების მიღებით, ჩვენ ეს კარები იღება და ორ დღე მოკლედ ნებისმიერ მსურველს შეუძლია რომ მოვიდეს და მიიღოს ეს გამოცდილება. ანუ შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ეს არის ღონისძიება, სადაც დამატებითი ფინანსების გარეშე შეუძლიათ მიიღოს ნებისმიერ ბიზნესს მონაწილეობა? კი ბატონო, ეს იქნება შესაძლებლობების ფანჯარა, რომ მიიღო მის ინფორმაცია, რაც საჭიროა მისთვის ზუსტად ამ ექსპანსიისთვის და განვითარებისთვის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, რა თქმა უნდა, მივადევნებთ თვალს ამ ღონისძიებას და ჩვენი მაყურებლისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი ინფორმაცია თუ როგორ ჩაივლის. დაგემშვიდობებით გისურვებთ წარმატებას. გაყიდვების ასოციაციის ბორდის წევრი თორნიკე ტურიაშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის სტუმარი.